სულ რამდენიმე დღეც და ესე იგი ქართული ოცნება, ჩემთვის რეჟიმი, ციხეში გაუშვებს იმ ადამიანებს, ვინც მათ ლეგიტიმურობას არ აღიარებს. კარგით, თქვათ გაღიარეთ. ახლა მე მინდა გაჩვენოთ თუ რა ხეირი იმ ადამიანებს, ვინც ქოცები აღიარა, მაგალითად ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ მერიაში, სადაც არც მეტი, არც ნაკლები დაახლოებით 80% მიიღეს და ნახოთ როგორ დაუფასეს ამ ადამიანებს, ვინც უკვე აღიარა ქოცები ხელისუფლებად, ნახოთ რა ხდება აქ. ეს არის ბაღის შენობა, სხვადასხვა სკოლის გვერდით არის და ისეთი კომფორტული, ისეთი უსაფრთხო ადგილი არის, რომ აი ვერ წარმოიდგენთ. ეს ბაღი უნდა დასრულებული იყო 2024 წელს, აქ 75 ბავშვი უნდა დადიოდეს ახლა და დავათვალიეროთ. შეიძლება მთლად ბაღს არ გავს, მაგრამ ისეთი კარგი აუზი მოაწყვეს, აი ისეთი, რომ შეზლონგებით არის, ეს თანამედროვე ტექნოლოგია არის ქოცების და შეზლონგებით არის ამ დიდ აუზში, აი ძალიან დიდი აუზია, 75 ბავშვსაც ეყოფა და თავის მასწავლებლებსაც და მომვლელებსაც. თან არ შეიძლება ეხლა რომ ეს არ დააფასო? აუზი არ გვაქვს მთელ ზურგეთში. მე მგონი გურიაში არაა საერთოდ და აი უზარმაზარი აუზი გააკეთეს. ეს სხვა სახის ქვეწარმავლები არის აქ მოშენებული. ეს ბაყაყების ყიყინი სიმღერის ჰანგებად ჩაესმის აქ ხალხს და კმაყოფილები არიან ალბათ, რა ვიცი, ვინც თქვენ გაღიარეს და სხვათა შორის აქ რომ ბავშვები უნდა დადიოდნენ ახლა, ეს ბავშვები დადიან გამგეობის შენობაში. მეორე სართულზე და რა ვიცი, დაბზარული კედლები კი არის, მაგრამ თავარი აქ აუზი არის და ისეთი უსაფრთხო აგერ ორი ფეხის ნაბიჯზე არის სკოლა, სადაც უამრავი ბავშვი დადის და ეს უსაფრთხო აუზი, ღიაჭები არის მოწყობილი, რომ რა ვიცი, უსაფრთხოა ასე ამბობენ ქოცები და რა ვიცი, აბა ვინც აღიარეს, აგერ აღიარებული ხელისუფლების წყალობა ასეთია ამ ადამიანებისთვის.